Უკვე პირდაპირ ეთერში ბრუნდებით, გადაცემის მეორე ბლოკით იუსტიციის სახლი პირადობის მოწმობებს 2 შაბათი კვირის განმავლობაში უფასოდ გასცემს. Ვინ მოხვდება ნუსხაში და რატომ გადაწყვეტა უწყებამ ათასობით მოქალაქეს ფასიანი მომსახურება უფასოდ გაუწიოს. როდის დასრულდება რეგიონის დამისამართების პროცესი და რა შეფერხებები არსებობს ამ კუთხით, გადაცემის სტუმრები იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი დინა ჩიჩუა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი არიან. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ აღებულობთ გადაცემაში მონაწილეობას. ქაბუდონინო, ხვალიდან იწყება, თქვენი უწყება იწყებს ესე ვთქვათ პროგრამას თუ პროექტს დავარქვათ და გასცემს უფასოდ პირადობის მოწმობებს, ვის შეეხება და ვინ ისარგებლებს ამ სერვისით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისათვის. დავაკორექტირებ უბრალოდ ჩვენ ეს აქცია დავიწყეთ 25 მაისს და გაგრძელდება 23 ივნისის ჩათვლით. ანუ იუსტიციის სახლის და სერვისების განვითარების სააგენტო სრულწლოვან დევნილებს სთავაზობს უფასოდ აიღონ პირადობის ახალი მოწმობები. ბათუმში დაწყებულია ეს მაისიდან? კი, 25 მაისიდან დაიწყო საქართველოს ყველა რეგიონსა და რაიონში. ამ აქციით სარგებლობენ სრულწლოვანი დევნილები, ვისაც არ აქვთ პირადობის ახალი მოწმობა, ანუ აქვთ ძველი მოწმობები და სურთ აიღონ ახალი მოწმობები. დღის მდგომარეობით უკვე გაცემული არის 31,000 პირადობის ახალი მოწმობა და კიდევ დარჩენილი არის 2 შაბათი კვირა. და მოუწოდებ ყველა დევნილს, რომ მობრძადნენ ისარგებლონ ამ შანსით და აიღონ პირადობის ახალი მოწმობა უფასოდ. საერთოდ ამ დოკუმენტის ფასი არის 34 ლარი და ამ აქციის პირობებში მათ აქვს საშუალება, რომ სრულიად უფასოდ აიღონ. და რატომ გადაწყვეტა სამსახურმა, რომ თქვათ, ფასიანი მომსახურება უფასოდ გაუწიოს მოსახლეობის ამ ფენას, იმიტომ რომ თქვათ დევნილის სტატუსი აქვს თუ არის სხვა არანი მოტივაცია? რამდენიმე ორი ძირითადი საკითხი არის. ერთი, რა თქმა უნდა, რომ ისინი მიეკუთვნებიან ერთ-ერთ სოციალურად ნაკლებად დაუცველ კატეგორიას, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თავად არჩევნების საკითხს. ვიცით თქვენ, რომ სიების დაზუსტების საკითხი დღეოს ესეთი გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ იქნება სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ვახორციელებთ ზუსტად ამ მიზნისთვის და ეს აქციაც ხელს შეუწყობს იმას, რომ დევნილებს ჰქონდეთ რაც შეიძლება კორექტული ინფორმაცია ასახული საარჩევნო სიაში. სტატისტიკურად ძალიან ბევრ დევნილს ჰქონდა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო არაზუსტი მონაცემები, რაც როგორც აღნიშნე, მნიშვნელოვნად შეუწყობს აი ამ საარჩევნო სიის კუთხით მათი მონაცემების დაკორექტირებას. ასევე ცხადია მნიშვნელოვანია ის, რომ გაუყალბებელი დოკუმენტით წარსდნენ ისინი შესაბამის უბანზე და ჩვენ მართლაც უზრუნველყოთ ერთ ამორჩეულზე მხოლოდ ერთი ხმა. კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, ეს ეხება ID ბარათებს, მაგრამ ვისაც აქვს თქვათ წინა პირადობის მოწმობა, რომელიც თქვათ ID ბარათებამდე არსებობდა, აქვს თუ არა მას შეცვლის საშუალება და ამ უფასო სერვისით სარგებლობის უფლება? რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს, რომ აიღოს ახალი პირადობის მოწმობა, მას შეუძლია მობრძანდეს და გამოცვალოს. თუ ვადა არ აქვს გასული, რა თქმა უნდა, შეუძლია არ გამოცვალოს თუ არ აქვს ამის სურვილი, მაგრამ ეხლა ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ეს დოკუმენტი აიღონ უფასოდ. დიდი მადლობა. ბატონო ლევან, რაც შეეხება საქართველოში, ესე ვთქვათ, დამისამართების პროცესს, რომელიც არის უკვე დაწყებული, რა ეტაპზეა რეგიონში ეს პროცესი და როგორ მიმდინარეობს? დამისამართებაც ასევე საარჩევნო სიის ჭრილში უნდა განვიხილოთ ამ კუთხით. სხვა მიმართულებებითაც, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ხშირად ხდებოდა აპელირება იმაზე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამ მისამართზე ძალიან დიდი ხანი არ ყოფილან და როგორ მოხვდნენ ან რაღაც გამორჩენილი მისამართები ან ისეთი მისამართები, რომელიც ცნობილი არ არის მოსახლეობის და ასე შემდეგ, ორი მისამართი ერთ შენობას და ერთი ოჯახის წევრები მიდიან სხვადასხვა უბანზე და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს პროექტი დაიწყო უკვე რამდენიმე წელია, თუმცა ახლა ძალიან მასშტაბურ ფაზაში გადავიდა. ჩვენ ესეთი გეგმა გვაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დავასრულოთ თბილისი, რუსთავი და ქუთაისი. ხოლო ბათუმი დასრულდება უკვე შემოდგომაზე, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებს არ მოესწრება, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ანუ სიებთან პრობლემა მაინც დადგება ალბათ დღის წესრიგში? იცით, ძირითადად ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჯერ ერთი იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე საკმაოდ მცირე დრო არის დარჩენილი და მეორეც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავის შინაარსით გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე საპრეზიდენტო, რადგან საპრეზიდენტოსთვის რეალურად ერთი ოლქი არის მთელი საქართველო და ერთ ადამიანს აძლევს ყველა ხმას, ასე რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ მაისისთვის
გადასაცემი სია CSGO-ში იყოს მაქსიმალურად ზუსტი 100%-იანი ზუსტი საარჩევნო სია არცად არ არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. თქვენ ახსენეთ მაინც დიდი ქალაქები, თუმცა რაიონებში არის გაცილებით მეტი პრობლემა. აი ამ კუთხით როგორ მიმდინარეობს იგივე სოფლებში თუნდაც დამისამართების პროცესი და რა ნაბიჯები იდგმება თუნდაც პროცესი რომ წინ წავიდეს გასაგებია რომ არ დასრულდება ამ ეტაპისთვის და შეიძლება წლის ბოლოსთვისაც ეს პროცესი, მაგრამ რა ნაბიჯები იდგმება და რა ხორციელდება იმისთვის რომ რაღაცა გადადგმული იყოს წინ? რამდენიმე მხრივ მიმდინარეობს ეს პროექტი. მაგალითად ევროკავშირი დაფინანსებით დაგეგმილი არის 7 ქალაქის დამისამართება, რომელსაც ძირითადად მსხვილი ქალაქები, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ ასევე როგორც ჩვენი შემოსავლებიდან მიღებული თანხებით, ასევე მაგალითად შვედური ორგანიზაცია SIDA-ს დაფინანსებით განვახორციელებთ დღემდე დაახლოებით 300 საქართველოს მასშტაბით მსხვილი სოფლის დამისამართება და ჩვენ ასევე ვსურს რომ მინიმუმ ისეთი სოფლები, სადაც არის 1500-ზე მეტი ადამიანი, ანუ 1-ზე მეტი საარჩევნო უბანი იქნება, ყველა ასეთ სოფელში დავასრულოთ დამისამართების პროცესი, რაც შეიძლება მალე. შეიძლება კიდევ რა თქმა უნდა სხვადასხვა პატარა სოფლებში გაგრძელდეს ეს პროცესი და აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ ჩვენს პირველ სამიზნეს ცხადია წარმოადგენს დიდი დასახლებული პუნქტები, რადგან ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ აი აქედან მოდის. იზრალო აკავტენო რა მიზანი აქვს აღწერას, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ალბათ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, ბათუმის მასშტაბით ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხანია დაწლებულია, იუსტიციის სახლიდან წარმომადგენლები მოდიან უკვე დამისამართებულ ტერიტორიებს გულისხმობ და აკეთებენ ხელახალ აღწერას. ოღონდ აქ არის მოთხოვნა ის, რომ არა ვთქვათ, ვინც არის ჩაწერილი ამ სახლში და ცხოვრობს, ფაქტობრივ მაცხოვრებელს იკვლევენ. რა არის ეს ისევ საარჩევნო სერვისისთვის თქვათ მზადება თუ არის რაიმე სხვა პროექტი? ეს დამისამართებას უკავშირდება რეალურად ორი ნაწილისგან შედგება დამისამართება. პირველ ნაწილს ახორციელებს საჯარო რეესტრი და მათ მიერ ხდება ფიზიკურად მისვლა და აზომვა საკუთრებების, ასევე ხდება გადანურვა, სადაც არის არაზუსტი და აღრეული მისამართები, ანუ გეოგრაფიულ ნაწილს, ასე ვთქვათ, ასრულებს საჯარო რეესტრი. ამის შემდეგ უკვე როდესაც აზომილი გასწორებული არის მისამართები, შემდეგ და ეს პროცესი ბათუმისთვის დასრულდება დაახლოებით 1 თვეში. შემდეგ უკვე სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები მივლენ იმ დაზუსტებულ საკუთრებებთან და განახორციელებენ, ასე ჩვენ ვეძახით, ადამიანების მიბმას კონკრეტულ მისამართებზე, რაც სწორედ არის საარჩევნო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ერთი არის ვიცოდეთ რომ ეს არის სწორი მისამართი და მეორე არის ის რომ ჩვენ ვიცოდეთ მხოლოდ გეოგრაფიული დაზუსტება არ ხდება, იმიტომ რომ მიმდინარეობს იქ ჩაწერა, ვთქვათ, ვინ არის კონკრეტულად, ვინ ცხოვრობს, სახელი და გვარები და მონაცემები. თუმცა არის შემთხვევები, როცა მაგალითად არ არის მუდმივად საცხოვრებელი ამ ადამიანისთვის ის, სადაც ამჟამად ვთქვათ ცხოვრობს და შესაბამისად შეიძლება მან იცვალოს თუნდაც არჩევნებისთვის ადგილი. ამ შემთხვევაში ვთქვათ გადაზუსტებისთვის რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ ჩვენ პარალელურად, შესაძლოა თქვენ გულისხმობთ მეორე პროექტს, რომლის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი მონაცემთა ბაზის ანალიზს, იმისთვის რომ ასევე დავადგინოთ სხვა რა პრობლემები შეიძლება ყოფილიყოს არჩევნო სიაში, იცით თქვენ ჩაწერასთან დაკავშირებული ეგრეთ წოდებული პრობლემები, ანუ ერთ მისამართზე არის დარეგისტრირებული ადამიანები, რომლებიც იქ ფიზიკურად აცხოვრობენ. ჩვენ გვაქვს ესეთი ანალიზი დღეს, რომ თუ ერთ მისამართზე არის რეგისტრირებული ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად 10 ან მეტი, ჩვენ თვითონ ეს არის საეჭვო და ეს იმსახურებს იმას, რომ ჩვენი მობილური ჯგუფი გავიდეს და ადგილზე გადაამოწმოს რეალურად ცხოვრობენ ეს ადამიანები აქ თუ არა. თუ ორი ადამიანი, რომელიც შესაბამის ბინაში ცხოვრობს და ადასტურებს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ის პირები, რომლებიც ჩვენ გვიფიქსირდება ამ მისამართზე რეალურად აღარ ცხოვრობენ, მათი და ჩვენი წარმომადგენლის ხელმოწერით ხდება მისამართის რეგისტრაციიდან მოხსნა აი ამ ადამიანის. დღემდე საქართველოს მასშტაბით 1000-ობით ადამიანი იქნა ზუსტად აი ამ მიზეზით რეგისტრაციიდან მოხსნილი. გავდინო, რამდენად არის შესაძლებელი ერთი და იგივე, ვთქვათ, მიწის საკუთრებას ფლობდეს ორი ადამიანი?
და მას კონდეს შესაბამისი დოკუმენტი, რომ არის გაცემული და ნამდვილად არის დამადასტურებული. ჩვენ გვაქვს ეს შემთხვევა, გუშინ იყო კონკრეტული დავა მასთან დაკავშირებით და არსებობდა საჯარო რეესტრის მიერ და იუსტიციის სახლის მიერ გაცემული კონკრეტული მიწის საკუთრების დოკუმენტი, ოღონდ ერთი და იგივე მიწაზე ქონდა ორ ადამიანს ნებართვა. იცით რა არის გავსი ტიპის ხარვეზები თვითონ ადრე ხდებოდა რეგისტრაციები არსებობს ხოლმე, მაგრამ ამისათვის საჭიროა მობრძანდნენ და ასე ვთქვათ დააკორექტირონ და თავიდან შემოიტანონ განაცხადი. ან არის ხოლმე გადაფარვები ხდება ხოლმე ვთქვათ არასწორად მოხდა თავის დროზე ამ მიწის აზომვა არის ხოლმე ვთქვათ მეზობელ ტერიტორიაზე ან სახელმწიფო საკუთრებაზე ხდება და ვთქვათ სხვას აქვს მითვისებული ეს ამისათვის მოდიან ხოლმე და იუსტიციის სახლში და ასწორებენ ამ რეგისტრაციას. გასაგებია, მაგრამ როცა კერძო მესაკუთრე და შემდეგ უკვე ეს მეორე კერძო მესაკუთრე ხდება, ოღონდ უკვე სახელმწიფო მიწის მესაკუთრე ადამიანი, ამ შემთხვევაში რომ გადაფარვაზე შეიძლება ვთქვათ იყოს საუბარი, რამოდენიმე თვიანი ინტერვალით არის ეს პირველადი რეგისტრაცია, ასე ვთქვათ არქივში ხდება საბუთების შემოწმება, პირველადი რეგისტრაცია ვის სახელზეც არის, ასე ვთქვათ, თავისუფლად დარეგისტრირებული, კორექტირება ხდება ამ პირველადი რეგისტრაციის მიხედვით. და როგორ შეიძლება იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით, ის ვისაც გაიცა პირველად ნებართვა, ის ხდება რეალური მესაკუთრე თუ როგორც გინდება ზუსტი. ამ საკითხზე თემას კონკრეტულად, აი კონკრეტული შემთხვევა და კონკრეტული მოკვლევა ჭირდება ხოლმე და ამის საფუძველზე ხდება ამის დადგენა. არის ხოლმე ეგეთი რთული შემთხვევები. და რაც ახლა კიდევ ერთხელ რომ ვახსენოთ ხვალინდელი აქცია, რადგან მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია. ანუ ხშირად ისმევა ხოლმე კითხვები, რომ რატომ უნდა ავიღო პირადობის ახალი მოწმობა. რა თქმა უნდა, ეს არის ნებაყოფლობითი, არ არის სავალდებულო და არის სამი მარტივი მიზეზი. ერთი არის ის, რომ ეს არის დაცული დოკუმენტი და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი გაყალბება განსხვავებით ძველი პირადობის მოწმობისაგან. ამ დოკუმენტის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს თურქეთში, მას არ სჭირდება პასპორტი და არის საკმაოდ მარტივი თავისი ზომით და მარტივი მოხმარებისათვის, რომ მომხმარებელმა ის ატაროს. ტრადიცია დავამატებ. გრძელდება 23 ივნისის ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას იუსტიციის სახლები არის მობილიზებული იმისათვის, რომ მიიღონ მომხმარებლები და მათ გასცენ პირადობის მოწმობები უფასოდ. როცა აიდი ბარათები შემოვიდა გამოყენებაში, ასე ვთქვათ, მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ამ ბარათზე მოხდებოდა მრავალი ფუნქციის დამატება და ვთქვათ, იქნებოდა ერთ ბარათში რამოდენიმე ფუნქცია. იგივე თუნდაც სამოქალაქო ტრანსპორტში შეძლებოდა ადამიანებს გადაადგილება, ასევე იქნებოდა მასზე საკრედიტო ბარათის ფუნქციაც მიბმული და შემდეგ. ეს უკვე გადავიდა ვთქვათ სხვა ეტაპისთვის, გადაინაცვლა ამ პროცესმა თუ საერთოდ მოიხსნა დღესდღეობით. ამ ეტაპზე ამ ბარათს რაც შეუძლია არის ის, ასე ვთქვათ, ბარათი ატარებს შემდეგ ინფორმაციას. მასზე არის დაფიქსირებული სახელი, გვარი და დაბადების წელი. სხვა ინფორმაცია ამ ბარათზე არის, რასაც მოქალაქე ხედავს ვიზუალურად, არის მხოლოდ ის ინფორმაცია და არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებლობები, რა შეიძლება ზოგადად პლასტიკურ ბარათს, არა მარტო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს ჰქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე ჯერ არ არის საუბარი. ანუ ეს საკითხი შეჩერებულია მას შემდეგ ვთქვათ, რაც გახდა სადაო ზოგადად აიდი ბარათების არსებობა, თუ უბრალოდ სხვა მიზეზების გამო ჯერჯერობით თუნდაც ფინანსურის გამო აღარ განიხილება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ დავიცავთ ერთ მნიშვნელოვან პრინციპს, რომ ის ფუნქცია, რაც დამატებით შეიძლება შეასრულოს ახლო პირადობის მოწმობა, მეგრეთად აიდი ბარათმა, იქნება არჩევითი მოქალაქისთვის. მაგალითად, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ გავაკეთებთ ეს ფუნქციას, რომ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ის მომსახურება, რომლისთვისაც დღეს თქვენ ფიზიკურად მისვლა გჭირდებათ, ან იუსტიციის სახლში ან სერვისების განვითარების სააგენტოში სახლიდან განახორციელოთ, თქვენ თუ მაინც ფიზიკურად მისვლა გირჩევნიათ, შეგვიძლიათ მაინც მიხვიდეთ. თუ თქვენ თურქეთში პირადობის მოწმობის გარდა პასპორტითაც გინდათ რომ გახვიდეთ, პასპორტითაც შეძლებთ. ანუ ეს ჩვენ არ ვთქვით, რომ უნდა იყოს ერთადერთი საშუალება და ამით შეუზღუდოთ იმ ადამიანებს, ვისაც სურს რაღაცა ალტერნატიული გზითაც მიიღონ. გასაგებია, ანუ არჩევანი მოქალაქეს ექნება, მაგრამ მოხდება თუ არა ამ ფუნქციების დამატება? გარკვეული ფუნქციების დამატება სამომავლოდ წესრიგში სამომავლოდ ყველაზე ახლო მომავალში და ახლო პერსპექტივაში რა არის? რომელი ფუნქციები შეიძლება რომ დაემატოს და მაგალითად სრული შემთხვევაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ ზოგადად რა მოსაზრება აქვს და რა განწყობები არის პირადობის ახალმოწმობასთან დაკავშირებით. ამ კვლევის პრეზენტაციას და შედეგებს იუსტიციის მინისტრი ახლო მომავალში გააცნობს ფართო საზოგადოებას და აი ამ გადაწყვეტილების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უკვე შეგვეძლება ჩვენ რომ ვისაუბროთ იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაც შეიძლება სამომავლოდ დაინერგოს. ამ განწყობის კვლევის, ესე ვთქვათ, მიზეზი რა გახდა?
ნუ გარკვეულწილად პირადობის ახალი მოწმობა იყო, ასე ვთქვათ, მღელვარების საკითხი, იყო გარკვეული ნაწილი საზოგადოების, ვინც ამბობდა, რომ ვთქვათ, არ ავიღებთ, არ გამოსვლით, არ ავიღებთ ახალ პირადობის მოწმობას და ამიტომ გადაწყვეტეს ჩაგვეტარებინა კვლევა, რომელიც ნათლად აჩვენებს შედეგს, თუ რა განწყობა და დამოკიდებულება აქვს მომხმარებელს და რამდენად და რა პროცენტი მოსახლეობის აპირებს აიღოს პირადობის ახალი მოწმობა. ერთს დავამატებ, რომ დღემდე პირადობის მოწმობა ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზეთ 2011 წლის აგვისტოდან. 2 წელიც არ არის გასული და უკვე გვყავს 700,000-ზე მეტი მომხმარებელი. ანუ თვითონ ტენდენცია მოთხოვნა პირადობის მოწმობაზე არის საკმაოდ მზარდი. ამ აქციის პირობებშიც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ძალიან დიდი ნაკადები გვყავს, განსაკუთრებით თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში და გორში. ანუ ეს საკითხი დაინტერესებს იყო თქვა საინფორმაციო კამპანიის ნაკლებობს და რომ მოსახლეობამდე არ ყოს სრული ინფორმაცია მიწოდებული რა შეიცავდა ესაიდი ბარათები თუ მაინც სხვა მიზეზებმა და ფაქტორებმა განაპირობეს. ნაკლებობას არ ვიცი რამდენად დავარქმევთ, მაგრამ ალბათ მოსახლეობას სჭირდებოდა უფრო უკეთ ახსნა იმისა თუ რეალურად რას წარმოადგენს ეს ბარათი და ის ჭორები და ის ინფორმაცია რასაც დღეს ჩვენ მოსახლეობისგან გავიგებთ ხოლმე არის ძალიან ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული. თუნდაც თვითონ მეხსიერების ბარათი რაც აქვს პირადობის მოწმობას არის 80 კილობაიტი, ანუ რეალურად მასზე რაღაცა დიდი ინფორმაციის განთავსება ტექნიკურად, ფიზიკურადაც შეუძლებელია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, პირადად გქონია ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებს, რომელთაც არ სურდათ ამ ბარათს აღება და ჰქონდათ სხვადასხვა წარმოდგენები, შევხვედრივართ და უბრალოდ საუბრით ისინი დარწმუნებულან, რომ ამაში შეუძლებელია იყოს რაიმე ცუდი, ასე ვთქვათ, და რაც ყველაზე მთავარი არის თქვენიც ასევე საპატრიარქოს პოზიცია, სინოდის, სადაც ძალიან ახლად გაჟღერდა, რომ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს რელიგიას, ჩვენს წამს, ასე რომ ამ კუთხით ყველა შეუძლია ძალიან მშვიდად იყოს. კვლევა არის უკვე დასრულებული თუ დასრულების ფაზაში, ასე ვთქვათ, და თვის ბოლოს კვლევის შედეგები საჯაროდ იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მე მაყურებელს შემოხსენებ, რომ ინვესტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ჩიჩუა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი იყვნენ გადაცემის სტუმრები. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.